გურია, ხოთეშვილი ვარ და ბევრი დატვირთვა აქვს ზოგადად ამ რეგიონს და ვფიქრობ ალბათ ეს ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ტექნოლოგიურად აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქვემდებარების მუნიციპალური ცენტრები, რომლებიც აღიჭურვა გადამამუშავებელი წარმოებებით, სწორედ ამას ემსახურება მთლიანობაში ჯამში სოფლის ვიცით სწორედ ძალიან კარგია რომ ის სავაჭრო ცენტრი ეს პერიოდში სახელმწიფოებრივი აზროვნებით განსაკუთრებულად გამოყოფდი, რომელსაც ბატონ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში შევაჯამეთ და პრეზენტაციის სახით წარმოვადგინეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ძირითადად აღნიშნული პროექტები განხორციელდა გზების მშენებლობა რეაბილიტაციის კუთხით, წყალმომარაგება წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის კუთხით. უამრავი ძალიან კარგი საქმეა გაკეთებული, როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე საწარმოო პოტენციალის განვითარების მიმართულებით. არაერთი ახალი საწარმოა გახსნილი, გადაიარაღებული. დღეს ესწრებოდით ორ ახალ საწარმოში პრეზენტაციას, როდესაც სახელმწიფო პროგრამებით მოხდა ამ საწარმოების სიმძლავრეების გასამაგება. 956 პროექტი განხორციელდა რეგიონში. აქედან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც შესაძლებელია რო ავიღოთ, ეს არის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც რუხში შენდება. ასევე უკვე შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო მოლი აშენდება რუხში, საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს იმ კუთხის განვითარებისთვის, რუხის განვითარებისთვის და საერთოდ იქ მომავალში დასაქმებული ადამიანებისთვის. თამამად შემიძლია თქვა, რომ 2015 წელს ზუგდიდში წყალმომარაგების და კანალიზაციის კუთხით 130 მილიონიანი პროექტი განხორციელდება, იქ დასაქმდება დაახლოებით 1000-მდე ადამიანი ადგილობრივი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ის არის. მე ძალიან დიდი წარმატება აქვს ამ რეგიონს, კიდევ უფრო მეტი ამბიციური და დიდი პროექტი იგეგმება სამომავლოდ, მათ შორის არც სოფლის მეურნეობის მიმართულება გახლავთ გამონაკლისი, აქ საუბარი როგორც საირიგაციო, ისე სამეცნიერო კვლევით, ისევე პროექტების ხელშეწყობით მიზნით, დარგების განვითარების მიზნით და ძალიან ბევრი პროექტი არის დაგეგმილი სოფლის მეურნეობის კუთხით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში.